დავმოყროთ კურიერს 6 საათზე. ქართული ფილმების საერთაშორისო აღიარებას აღნიშნავენ თბილისის მერიოდში კულტურის სამინისტროს ინიციატივით ამ წუთებში ზაზა ურუშაძისა და გიორგი ოვაშვილის საპატივცემულო მიღება იმართება. საღამოს კინო მოღვაწეები ესწრებიან მანდარინებისა და სიმინდის კუნძულის შემქმნელებს წარმატება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა სალომე ბენაშვილი გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში მიღებაზე. სალომე, გისმენთ. დიახ, კეთი, ზაზა ურუშაძის და გიორგი ოვაშვილის საერთაშორისო წარმატების გამო კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიღება გამართა, რომელსაც თავად ორივე ფილმის გადამღები ჯგუფები ესწრებიან. აქ იმყოფება ასევე ზაზა ურუშაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა ამერიკიდან. ყოველ საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ მანდარინები და სიმინდის კუნძული ოსკარების ასე ვთქვათ მოკლე სიაში მოხვდა 99 ფილმიდან. ჟიურიმ ის შეარჩია 9 ფილმში, ხოლო შემდეგ უკვე მეორადი გადარჩევის შემდეგ ის ოსკარების მანდარინები აღმოჩნდა ოსკარების ნომინანტთა რიგებში. სწორედ ამ წარმატების შესახებ დღეს ისაუბრეს აქ შეკრებილმა საზოგადოებამ და სიტყვით საზოგადოებას და თავად რეჟისორებს მიმართა პრემიერ-მინისტრმაც. და მართლაც აღნიშნულ დიდი სიამაყით, რომ ეს არის არამხოლოდ ბატონ ზაზას გამარჯვება და მისი აღიარება, არამედ ქართული ნიჭის და თქვენ ბატონ ზაზას დაადასტურეთ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც ძალიან ნიჭიერი ერი და ჩვენში არის ძალიან დიდი პოტენციალი. მე მინდა გულით მოგილოცოთ ეს აღიარება, ეს წარმატება, ეს გამარჯვება და ეს არის ქართული კინოს გამარჯვება. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს ცნობიერებული თუ რამხელა წარმატებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ორი ქართული ფილმი ხვდება ოსკარის შორტლისტში და შემდეგ ერთ-ერთი ხვდება უკვე ნომინაციაში. რამდენადაც მე ვიცი, მანდარინებს სულ ერთი ხმა დააკლდათ ოქროს გლობუსზე. უცნებაა ყველა კინემატოგრაფის რეჟისორის ახლა მოხდეს გლობუსის ნომინაციაში და ოსკარის ნომინაციაში და ორივე რომ მოხდა ძალიან სასიამოვნოა ეს რა. კარგია და მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩვენი ქვეყნისთვის, არა მარტო კინემატოგრაფისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ არ იქნება სუბიექტური, თუ ვიტყვიო, ყველაზე უფრო მithumetes პატარა ქვეყნებს აპოზიცირებს კულტურა და მithumetes კინო, იმიტომ რომ ნამდვილად აღარ სუბიექტური ამ დროს, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული ხელოვნებაა და კინემატოგრაფი. საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატების გამო კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი აღნიშნა სწორედ ეს წარმატება და გიორგი ოვაშვილსაც და ზაზა ურუშაძესაც დღეს ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადაეცათ. მადლობთ სალომე. სალომე ბენაშვილი საუბრობდა